შეხედეთ ამ კადრებს ერევნიდან. საქმე ის კი არ არის, ვის რა ღირებულებები აქვს, ან რა ხდებოდა საერთოდ წარსულში. საქმე იმაშია, თუ სად წყდება დღეს რეგიონალური საკითხები და რეგიონის მომავალი. მე მთელი გულით მიხარია ჩვენი მეზობელი ასეთი წარმატებული როა და ასეთი მასშტაბის ღონისძიებას რომ მასპინძლობს. ზოგიერთი ამას მონურახტაცებას თუ რაღაც კოლონიალიზმს უწოდებს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო პრაგმატული და სასტიკია. ჩემთვის დღეს სომხეთი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა აწარმოოს ქვეყანამ ნამდვილი, დამოუკიდებელი და მრავალვექტორიანი საერთაშორისო პოლიტიკა. დააკვირდით მათ სვლებს. ფორმალურად თანამშრომლობენ რუსეთთან, მაგრამ კრემლის უკმაყოფილების მიუხედავად მყარად უახლოვდებიან დასავლეთს. ფაშინიანი თავაწეული ზის პუტინთან და საკადრის პასუხს სცემს ყველაფერზე. დიდი ოდენობით იარაღს ყიდულობენ ინდოეთისგან. ამავე დროს ინარჩუნებენ ძალიან კარგ ურთიერთობას ირანთან და ირანი მათ ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. და ამ ყველაფრის ფონზე ერევანი მასპინძლობს ასეთი დონის ევროპულ ფორუმს. ეს არ არის ვიღაცის გაფანატება. ეს არის სახელმწიფოებრივი ეფექტურობის აღიარება. წლების განმავლობაში სწორედ საქართველო იყო კავკასიის პოლიტიკის ღერძი და დასავლეთიც და აღმოსავლეთიც თბილისში მოდიოდა სალაპარაკოდ. ჩვენ ვიყავით რეგიონის მთავარი კარიბჭე, რაც ერთის მხრივ ჩვენ უსაფრთხოებას და მეორეს მხრივ ჩვენ ეკონომიკურ წონას განაპირობებდა. დღეს რა ხდება? სანამ მსოფლიო ლიდერები ერევნის ქუჩებში ხალხთან ერთად სეირნობენ და ახალ რეალობას ხაზავენ, ირაკლი კობახიძე წითელ ხალიჩაზე მარტო დასეირნობს. პროპაგანდა ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ეს მშვიდობის ფასია. სინამდვილეში კი ეს პოლიტიკური გაუფასურების შედეგია. როცა ქვეყანა ფუნქციას კარგავს, ის ხდება სუსტი, მივიწყებული და შესაბამისად დაუცველი. ჩვენ არ გვჭირდება არავის მეხოტბეობა, არც მაკრონის ნაფეხურებზე კოცნა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საქართველო, რომელიც ისევ იქნება კავკასიის ცენტრი და არა მისი მივიწყებული პერიფერია. აუცილებელია დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი რეგიონალურ პოლიტიკაში. სამწუხაროდ ეს ოცნების პირობებში ვერანაირად ვერ მოხდება, რადგან მათი პოლიტიკა არა საქართველოს სახელმწიფოებრივ წონას, არამედ ერთი კაცის ვიწრო ინტერესებს ემსახურება.